საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკა უნდა იყოს თუ საპრეზიდენტო? მე პირდაპირ გული დამეწვა რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ პოლიტოლოგს ვუსმენდი, უცხოელს და უცებ აი ეს რო არ ველოდი, უცებ საქართველოს ახსენა, რომ აი საქართველოს მაგარითზე ხედავთ, რომ საპარლამენტო ქვეყანა შეიძლება დიქტატურა გახდესო. ძალიან გული დამწყდა რა კონტექსტში მოიხსენიებენ უკვე საქართველოს ამ სადამდე მივედით. მე მგონია, მე პირადად არ ვემხრობი საპარლამენტო რესპუბლიკას, საპარლამენტო წყობას დღევანდელ საქართველოში, თუმცა გადამწყვეტი ამთავარი გამგონია, რომ დემოკრატიული იყოს სახელმწიფო და ამ შემთხვევაში საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო ეგეთი მნიშვნელოვანი აღარ არის, თუმცა პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც რეფორმები აქვს შესაძლებელი, რომელსაც სჭირდება ნახტომები, როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად ინსტიტუტების შექმნაში და ასე შემდეგ, საპარლამენტო წყობა მე არ მგონია შესაბამისი, მაგრამ ახლა ამაზე როგორც ჩანს გარკვეული კონსენსუსი არსებობს და ახლა ეს არ არის მთავარი საკითხი, რომელზეც უნდა ვიკამათოთ, თუმცა ზოგადად საპარლამენტო წყობა უფრო არის კარგი ქვეყნებისთვის, რომლებიც კონსერვაციაზე და უკვე მიღწეულის შენახვაზე არიან კონცენტრირებულები, ევროკავშირის ქვეყნები, რომლებსაც უკვე დააგროვეს დევალვაცია, რომელსაც უკვე აქვთ ბევრი მიღწევები და მათ არ სურთ რაც რადიკალურ ნაბიჯებს გადადგმა, იმიტომ რომ ისედაც ბევრი აქვს და ისედაც მუშაობს და მოდი რაც მუშაობს, ეხლა იმას ნუ შევაჯანჯღარებ და მარტივად ნუ გადავაკეთებ. ჩვენთან არაფერი არ მუშაობს, შესაბამისად ყველაფერი არის ასაწყობი, ასაშენებელი და ეს არის დინამიკური პროცესი. ეს არ ნიშნავს, რომ ეხლა მიხეილ სააკაშვილის დროს რაც ულტრა საპრეზიდენტო რეჟიმი რაც ჰქონდა, როცა პრეზიდენტს ყველაფერი შეეძლო და პარლამენტის უფლებამოსილებები ძალიან შეზღუდული იყო და ხე კიდე საკითხავი არის კანონში რა წერა და რეალურად რა ხდებოდა, აბა შეწინააღმდეგებოდა ვინმე სააკაშვილს რამეში. ეს არ არის ნორმალური. ჩვენ გვჭირდება ძლიერი პარლამენტიც, თუმცა მე მგონია ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტი, რომელსაც ხალხი აირჩევს. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვა საკითხი. არჩევნები თავისთავად როგორც ინსტიტუტი, არჩევნები არის საშუალება, რომ შენ შეამოწმო მუშაობენ თუ არა პოლიტიკოსები, აქ თუ არა მათ ისე მხარდაჭერა, რაც თავარია, შენ პრესის საშუალება არის, ანუ სტრესი არის არჩევნები პოლიტიკოსებისთვის, რომ მათ რაღაცის კეთება დაიწყონ. ამერიკაში ეს მუშაობს ძალიან კარგად, მაგალითად, რომ კონგრესის არჩევნები და სენატის 1/3 არჩევნები ყოველთვის არის 2 წელიწადში ერთხელ, ანუ სულ წინა საარჩევნო კამპანიაში არიან, სულ სტრესში არიან და სულ არის შიში, რომ ეხა მომრჩეველი მოუვა და გამიშვებს სამსახურიდან, თუ მე რამეს შედეგს არ დავდებ და თუ საქმეს არ დავანახებ. შესაბამისად, აი ეს სიტუაცია, რომ 2021 წლიდან 2024 წლამდე არჩევნები საქართველოში არ ყოფილა და 3 წელი როცა ქართული ოცნება შეიძლება, რავი, ყოველს ყელში ამოვიდა, არავის აღარ მოწონდა, მაგრამ არჩევნები ფიზიკურად არ ყოფილა და ამ 3 წლის განმავლობაში რეალურად ავტორიტარული სისტემა შენდებოდა და ბევრი რამ მომზადა იმისთვის, რომ 2024 წელს უკვე საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულიყო. რო არ გაუქმებულიყო პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა და 2018 წლიდან მაშინ 2023 წელს მოუწევდა პრეზიდენტის არჩევნები, ჩვენ შეიძლება განსხვავებული სიტუაცია ქონოდა. ზოგადად დღეს რო სალომე ზურაბაშვილი არის ხალხის მიერ არჩეული, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სალომე ზურაბაშვილი რო ყოფილიყო მიხეილ ყაველაშვილივით დანიშნული, მას ვერ ექნებოდა იმხელა ლეგიტიმაცია, რომ ელაპარაკა ხალხის სახელით. და ის ვერ იქნებოდა ისეთი მნიშვნელოვანი როგორც ინსტიტუტის წარმომადგენელი, რა ფუნქციასაც ის დღეს ასრულებს. შესაბამისად, მე მგონია, რომ როგორც მინიმუმ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა საქართველოში იქნება დასაბრუნებელი.